მინდა მივმართო დირექტორებს, მასწავლებლებს, რას მოგიტანს ეს სატანური დღესასწაული, რას მოუტანს ბავშვებს, რატომ დაარბეინებთ პირსისხლიანი ნიღბებით ამ ბავშვებს, რას ზეიმობთ? თუ აღნიშნეთ მაგალითად ქეთევან წამებულის მართლაც გმირული აღსასრულიდან 400 წლის თავი. თუ იციან რას ნიშნავს ქრისტეშობა, ქრისტეს აღდგომა და თუ თქვენ სკოლაში ეს არ იციან ბავშვებმა, მაშინ უნდა დავფიქრდეთ, რისთვის დაგადგინათ უფალმა მაგ თანამდებობაზე, სადაც ხართ, საით მიგყავთ ბავშვები, რომ ღმერთი გააცნოთ თუ ეშმაკი. ნუ შეაჩვევთ იმას, რომ უღმერთო დღესასწაულებში მონაწილეობა მიიღონ, ეს უშედეგოდ არ ჩაივლის. და თუ რომელიმე ჩვენთაგანი შვილი ცუდად იქნება, მაშინ უღავიტყვით, რომ სად არის ღმერთი, რატომ არ გვშველის და რატომ არ ასწავლით ბავშვებს ღმერთს, რატო ასწავლით ეშმაკს. ჩვენ გვინდა რომ საეშმაკო დღესასწაულებში მივიღოთ მონაწილეობა და მერე ვამბობთ ღმერთი სად არის, რატო არ შველის ჩვენ შვილებს. ასწავლეთ ღმერთი ღვთისმოსაობა, მაგალითით, სიტყვით და იქნება ბედნიერი ჩვენი შვილი. ძვირფასო მშობლებო, მე გირჩევთ, რომ თუ რომელიმე სკოლა მაინც აღნიშნავს ამ დღესასწაულს, სულ ნუ გაუშვებთ იმ დღეს თქვენ შვილებს სკოლაში.